სიბერე რომ გარდაუვალია, ამაში ხომ მეთანხმებით. კი, იცი რომ მეთანხმებით. ვერ შევცვლით, დროს ვერ გავაჩერებთ, მაგრამ შეგვიძლია სიბერეს შეხვდეთ გააზრებულად, ჯანმრთელად, წელში გამართულები, არ ვიყოთ ვინმეს ხელის მომკიდე. და ამაში ძალიან ბევრი რამე გვეხმარება. პირველ რიგში უნდა ვიყოთ აქტიურები, არ უნდა შევხვდეთ დეპრესიულად სიბერის მოსვლას. ვაიმე, რა აზრი აქვს, მაინც დაუბერდები, მაინც მოვკვდები. ხოდა რა აზრი აქვს და უმრავლესობა 60 წლის მერე დამჯდარი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მაგრამ განვითარება, აქტიური ცხოვრება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მეორე ის, რომ ძალიან ბევრი შეძლების დაგვარად, ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე, ნაკლები სტრესი შემოუშვათ ჩვენ ცხოვრებაში, გავატაროთ ბევრი რაღაცა მსუბუქად, შვიდად. მესამე, ვიკავებოთ გააზრებულად, აუცილებლად, ეს აუცილებელია, განსაკუთრებით როდესაც უკვე შუახნის ასაკში შევდივართ, მოვერიდოთ უნდა შაქარს, ტკბილეულობას, ცხომეულს და გააზრებულად ჩავთოთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ბევრი ხილი, ბევრი ბოსტნეული, განსაკუთრებით ანტიოქსიდანტი ხილი და ბოსტნეული. რა თქმა უნდა, დავეხმარებით ასევე საკვები დანამატებითაც, თუკი საშუალება გვიწყობს ამაში ხელს, მაგრამ აქაც გააზრებული მიდგომაა საჭირო, ყველა საკვები დანამატის ერთიანად ჩადება, არაა საჭირო, ანუ ერთიანად მიღება მე ბევრი ვიცი, ირგვლივ, ვინც უაზროდ მიირთმევს საკვებ დანამატებს. აქაც გააზრებული მიდგომაა საჭირო. მაგრამ ეხლა ხელში მიკავია, თქვენ არ იცით რა. რა და მიკავია მწვანე ტყემალი. და მეთანხმებით ალბათ ქართველებს ამაზე კარგი ანტიოქსიდანტი საშუალება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მწვანე, ცინცხალი, ახალი გაკეთებული გემრიელი ტყემალი არ არსებობს დედამიწის გულზე. მოდი და ახლა შეგვედაროს ვინმე რომელიმე ქვეყანა აი ამ ტყემლის კეთებაში. ხო და მივირთვათ სანამ დროა ზაფხული წინ გვაქვს და მივირთვათ ბევრი ანტიოქსიდანტი, ბოსტნეული, ხილი და ვიცხოვროთ ხალისიანად შეძლების და გვარად. დიდხანს გვიცოცხლოს დედიკოები ჯერ კიდევ გვიკეთებენ. რა ვიცი, მე რომ დადგება ისო რომ საჭირო იქნება ჩემს მიერ გაკეთება ამის, შევძლებ თუ არა, ასეთ გემრიელს მაინც ვერ გავაკეთებ, როგორცაც დედიკო აკეთებს. აბა მშვიდობიანი დღე.